საყოველთაო ჯანდაცვა და ეგრეთ წოდებული დაშენებული პაკეტების კონცეფცია საკითხი, რომელიც სადაზღვო სექტორისთვის დიდი ხანია აქტუალურია. ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ თვითმიზანი არა დაშენება, არამედ შინაარსი უნდა იყოს. მით უმეტეს, რომ საკითხზე ბევრი განსხვავებული კონცეპტუალური მიდგომა არსებობს. სექტორი დიდი ხანია სავალდებულო ავტოდაზღვევის შემოღებასაც ითხოვს. ამ ფონზე კი მთავრობა უმუშევრობის დაზღვევის განვითარების პერსპექტივაზეც მიშელობს. რა გამოწვევია ბაზარს და როგორ ვითარდება ინდუსტრია იმ პირობებში, როდესაც სექტორის წმინდა მოგება წლის პირველ ნახევარში 11 მილიონი 56 მილიონ ლარამდე შემცირდა. ამ საკითხებზე სტუმართან დაზღვევის კავშირის ხელმძღვანელთან ლაშა ნიკოლაძესთან ერთად ვიმშელებთ. მოგესალმებით, მადლობა კაცემაში სტუმრობისთვის. რამდენიმე აქტუალურ თემას შევეხეთ. დავიწყო ბოლოთი, უმუშევრობის დაზღვევის კონტექსტი, რადგან ეს ბოლო სიახლე, რომელზეც მუშაობა თითქოს და აანონსებს ხელისუფლება. რამდენად რეალური პერსპექტივა აქვს საქართველოში ამ მიმართულებას? გარკვეულწილად სადაზღვო კომპანიების ნაწილს რაღაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქონდა მსგავსი შეთავაზებები. თუმცა მე არ ვიცი რამდენად მე რეალური განვითარება პოვა ამ საკითხს, მაგრამ თუმცა მე იმ რაღაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამაზე გვიწევდა მშელობაც და სადაზღვო კომპანიების თითქოს ამისთვის ვსად იყვნენ, მაგრამ რამდენად რეალურად შესაძლებელია უმუშევრობის დაზღვევის რეალურად გაკეთება საქართველოში? დიდი მადლობა მოწვევისათვის. ისეთი საკითხები ჩამოთვალეთ ამ მოკლე პერიოდში, რომ ალბათ შეიძლება ძალიან დიდი გადაცემა დაგჭირდეს, რომ ცოტა მაინც გიპასუხოთ ყველაზე, მაგრამ აი ამ პირველზე ვეცდები, რომ გაგცეთ პასუხი. ჯერჯერობით სადაზღვეო ინდუსტრიისთვის ცნობილი არის მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრის საჯარო განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა მიუხედავად ამისა, პასუხი რომ არიან თუ არა კერძო კომპანიები ამ დაზღვევისთვის მზად, გეტყვით რომ არიან, მაგრამ თუ ეს დაზღვევა განხორციელდა კერძო კომპანიების მეშვეობით, იმიტომ რომ რიგ ქვეყანაში ეს არის სოციალური დაზღვევის ნაწილი და აქვს უფლება იარსებოს როგორც ერთმა, ისევე მეორემ. აქვე გეტყვით, რომ უმუშევრობის დაზღვევა რეალურად ნიშნავს სამსახურის დაკარგვის დროებით და ნაწილობრივ ანაზღაურებას, აი ეს არის სწორი განმარტება. აქ რა თქმა უნდა ილუზია არავის არ აქვს, რომ ვიღაცა ხართეძოზე წამოწვება და ვიღაცა ფულს გადაუხდის. არა, აქ არის ძალიან კონკრეტული მოცემულობა, თუმცა დაუბრუნდები იმ საკითხს და ვიტყვი, რომ როცა კერძო კომპანიები შეეცადნენ, რომ უმუშევრობა დაეზღვიათ, კონტრიბუცია ჰქონდათ ძალიან ცოტა. იმიტომ რომ თუ ეს დაზღვევა არ იქნება სავალდებულო, მოთხოვნა არ იყო? დიახ, შეგროვება, მოთხოვნა ბაზრიდან არის საინტერესო რეალობაა ქვეყანაში, სადაც ვსაუბრობთ, რომ მაღალია უმუშევრობა. მიუხედავად ამისა, კიდევ მეორე, ამ დაზღვევის აზრი არის მხოლოდ ორგვარი. ერთი თუ იქნება სავალდებულო კერძო დაზღვევა ამას მიხედავს, ან თუ იქნება სოციალური პაკეტი და ამას სახელმწიფო თავის ბიუჯეტის რაღაცა ნაწილს მოახვარს. სხვა შემთხვევაში ნებაყოფლობით ნაწილში აზრს მოკლებულია. ჩვენ ვიცით მოდელები, როდესაც ერთ გზას დაადგა გარკვეული სახელმწიფო, მეორე გზას, მით უმეტეს მოგეხსენებათ, რომ ჩვენი სამუშაო ბაზარი როგორი ტურბულენტურია, სამუშაო ბაზრის დიდი ნაწილი უცხოეთშია, აქ საკმაოდ ცოტაა მთელ მოსახლეობასთან დასაქმებული და მით უფრო მწვავე დგას ეს საკითხი. ანუ იდეა თავისთავად ძალიან კარგია და ჰუმანურია, მაგრამ დანარჩენი როგორ განვითარდება, აი მინისტრმა ბრძანა, რომ უცხოურ პრაქტიკას გავდივართო. თუ საჭირო გახდება კერძო სადაზღვეო კომპანიების ჩართვა და თქვა ჩვენი მონაწილეობა, ჩვენ რა თქმა უნდა მზად ვართ, მაგრამ ჯერჯერობით ეს სადაზღვეო ინდუსტრიის განხილვამდე არ მოსულა. კი ბატონო, მაყურებლისთვის უფრო გასაგები იყო. საერთაშორისო პრაქტიკა რამდენიმე სახის არის, ერთი როცა კერძო აკეთებს, მეორე როცა სახელმწიფოს ვალდებულებაშია, თუმცა ყველა შემთხვევაში, ორივე შემთხვევაში ეს განხილება იმ მიმართულებით, რომ ადამიანს აქვს სამსახური, მას კარგავს და დაკარგა და რაღაცა პერიოდის განმავლობაში გონივრული დროის განმავლობაში. ანუ მაყურებლისთვის რომ ცხადი იყოს, რა ტიპის დაზღვევაზე საუბარია? ესე იგი, სამსახური დაკარგა ობიექტური მიზეზებით. ხა მან სიტყვაზე ვამბობ, თუ რაღაც კრიმინალი ჩაიდინა და გამოაგდეს, ეს ცალკეთებაა, ხო? ობიექტური მიზეზებით და ამ მიზეზთა ჩამონათვალის. ამ ობიექტურ მიზეზებს შორის არის პირობითად კომპანიის დახურვა და ასე შემდგომ. გაკოტრება, შემცირება, იქნება ეს საბიუჯეტო, იქნება ეს კერძო. თან მოგეხსენებათ, ჩვენთან ფარული უმუშევრობაც არის. ფარული დასაქმებაც არის შესაბამისად, ხო? ამათ გამოკვლევა კიდევ უფრო მძიმეა. აი მაგალითად გერმანულ ბაზარზე, სადაც 200 წელია შრომის კულტურა არსებობს, ყველაფერი დეტალურად აღწერილია. ჩვენთან ეს საკითხი ღია. ანუ ჩვენ საუბრობთ, რომ ადამიანმა ობიექტური მიზეზების გამო დაკარგა სამსახური, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს ხშირ შემთხვევაში არის 3-6 თვე, შეიძლება ცოტა მეტიც იყოს, მაგრამ ძირითადად აი ეს პერიოდია, ის იღებს ხოლმე ხელფასის 70-50%-ს გააჩნია, როგორი ტიპის დაზღვევას შემოიღებს სახელმწიფო.
კეთდება იმისთვის, რომ ადამიანი არ გადავიდეს სოციალური პაკეტის სხვა ნაწილში, რასაც ქვია გაჭირვებული და უმწევა. შესაბამისად, აი კიდევ მეორე სხვადასხვა რამ არის ეს რომ არ ვინმეს არ აერიოს ერთმანეთში. რეალურად ეს არის სამსახურის დაკარგვის დროებითი ანაზღაურების ფორმა, რომელიც ძალიან ჰუმანურია, კარგია და ვნახოთ რა იქნება. თქვენ თქვით რომ სადაზღვო კომპანიები მზად არიანო. რა გაძლევთ იმისთვის საფუძველს რომ ამისთვის მზად არიან სადაზღვო კომპანიები? ჩვენი სადაზღვო ინდუსტრია ბოლო წლების განმავლობაში, ბოლო 20 წლის, თუნდაც 10 წლის, თუნდაც 5-6 წლის განმავლობაში დაზღვევის ზედამხედველმა ერთხელ აღნიშნა, რომ მარტო ბოლო 5-6 წლის განმავლობაში სადაზღვეო ბაზრის შემოსავალი გაორმაგდა. ანუ ძალიან დიდ გამოწვევებს გაუძლეს და უმუშევრობის დაზღვევა გაცილებით უფრო იოლი დაზღვევაა, ვიდრე მაგალითად ჯანმრთელობის. რა უნდა ღირდეს პირობითად უხეშად პაკეტი? ანუ ეს რამდენად ძვირადღირებული პაკეტია? ეს არის დამოკიდებული ადამიანის ხელფასზე, ეს შეიძლება პროცენტული იყოს. ამას კვლევა ჭირდება და როდესაც დადგინდება რა არის სადაზღვეო პირობა. საერთაშორისო ტენდენცია როგორია, რამდენად ძვირადღირებულ პროდუქციას საუბარი? უყურეთ, ანუ მე იმის გარკვევა მინდა, ხომ არ ვეჭიდებით ისეთ რამეს, რომელსაც რეალურად ვერ გავაკეთებ. ეს დაზღვევა კეთდება ხოლმე სახელმწიფოს თან ერთად, სახელმწიფოს ხარჯზე. იქნება ეს ბეგარის შეღავათი თუ ბეგარის შეღავათის გარეშე. ხანდახან მხოლოდ სახელმწიფოს ხარჯზე, ანუ სოციალური დაზღვევის ნაწილი. ამიტომ კიდევ მეორე, ჩვენთან ეს სტატისტიკაა ამოსაწევი და ამის შემდეგ სათქმელი რაღის. ხა მაგალითად ადამიანი რომელიც 10,000 ლარს იღებს ანაზღაურებას და 100 ლარს იღებს ანაზღაურებას, პროცენტულად სხვადასხვა თანხას გადაიხდის. რაც შეეხება სხვა მიმართულებით. ეს თუ კერძო იქნება, თუ სახელმწიფო იქნება, იქ უკვე ნიხრი დადგენილი იქნება სახელმწიფო. თავისთავად. რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, გუშინაც გქონდა გადაცემაში ამაზე საუბარი, ჯანდაცვის მომსახურება ბოლო პერიოდის განმავლობაში საკმაოდ ყოველთვის სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით არის გაძვირებული. და რეალურად ამ ნაწილში ყოველთვის შემოდის ხოლმე სადაზღვო კომპანიების პოზიცია, რომ აი ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამასთან ერთად დაშენებული პაკეტები. თუმცა მაგალითად ჯანდაცვის სამინისტროში არის ეს, რომ დაშენება არ უნდა იყოს თვითმიზანი და შეუძლებელია რომ ვინმე არ დაეთანხმოს. თვითმიზანი არ უნდა იყოს, თუმცა რეალურად უნდა ვიცოდეთ, რას რეალურად რა გვაქვს და რას ვაშენებთ. სადაზღვო კომპანიების პოზიცია როგორია? ანუ რა ტიპის დაშენებაზეა საუბარი, რომ ამან რეალურად მოქცეს შედეგი და აი ეს გაძვირებული ჯანდაცვის მომსახურება პრობლემად არ იქცეს ადამიანებისთვის. თვითონ ტერმინი ეგრეთ წოდებული დაშენებული პაკეტი აქტუალური გახდა 2017 წლიდან, როცა დასაქმებულთა იმ ნაწილისთვის, რომელიც იყიდა კერძო დაზღვევას, გარკვეული საყოველთაო ჯანდაცვის სერვისები მთავრდებოდა. დღეს და ამის მერე შემოვიდა სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, დაფინანსების ნაწილში ეგრეთ წოდებული DRG, რომლის ნაწილშიც გაძვირება არ ყოფილა და იქ შეთანხმებული ფასებით მუშაობენ. რეალურად თქვენ რაც ბრძანეთ, ეს არის ჯიბიდან გადახდისა და სადაზღვეო კომპანიებისთვის სამედიცინო სერვისების ზრდის ნაწილი. პირდაპირ დაშენებაზე ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ, აი მაგალითად, ერთი და იგივე სამედიცინო სერვისი სახელმწიფოსთვის ერთი ფასი ღირს, კერძო სადაზღვევისთვის მეორე. ეს სერვისი რო გაიჭრას, რა უნდა გადაიხადოს სახელმწიფომ და რა უნდა გადაიხადოს კერძომ, საკმაოდ უცნაურია, იმიტომ რომ ასიმეტრიულია ფასი. აქ უფრო ლაპარაკი არის სერვისების ჭრაზე. ანუ რაღაცას იხდის სახელმწიფო, რაღაცას იხდის კერძო. რა თქმა უნდა გაძვირდა და ეს მოსალოდნელიც იყო და აგერ თქვენი წინა სიუჟეტი უძრავი ქონების ნაწილში და კატასტროფულად იზრდება ფასები, ეს არ იქნება მარტო ერთი და ამოვარდნილი შემთხვევა, ხო? სხვა ყველაფრის ფასიც გაიზრდება. რიგი მიზეზება ობიექტური თუ სუბიექტურის გამო, ხო, ყველაფერი ძვირდება, ასე ვთქვათ. დაშენების ნაწილში ამოცანა იყო, რომ იმგვარად განხორციელებული იყო, რომ გრძელ ვადაში და პერსპექტივაში ის ხალხი, რომელსაც შეუძლია რომ კერძო დაზღვევა იყიდოს, ანუ რა არის კერძო დაზღვევის ხეივი? გარდა იმისა, რომ გაცილებით ფართო სერვისები აქვს, მინუსებიც აქვს კერძო დაზღვევას, მაგრამ ის პლუსი, რომ პირველადი ჯანდაცვის დონეზე და ოჯახის ექიმის დონეზე შეაკავოს დიდი სამედიცინო кейსები, აი ეს რეალურად არის ყველაზე დიდი ხეირი, მაგალითად, წამლებისა და ამბულატორიის და დიაგნოსტიკის ნაწილში, გაცილებით ფართო სერვისი. მაგრამ ის რომ კერძო სადაზღვო პაკეტების შეძენის მსურველთა რაოდენობა ამ შემთხვევაში მე არ მაქვს ლაპარაკი კორპორატიულ დაზღვევას, არ არის მაღალი. ეს თუმცა იზრდება. ხო, თუმცა იზრდება, მაგრამ ანუ ამაზე ვლაპარაკობთ უკვე წლები. ნელა, მაგრამ იზრდება. რა არის მთავარი მიზეზი იმისა,
რომ რეალურად ეს და არ არის ის ხელშესახები, რომ დაინახოს მოქალაქემაც, ანუ მას შეეხოს ანაზღაურების ნაწილში, იმიტომ ხომ არა, რომ თანდათან სადასხო კომპანიების მხრიდან ვერ გრძნობს ის რეალურ შედეგს და მაინც ანუ იმ სადასხო კომპანიებს ძალიან არ მიყვარს ხოლმე ამაზე ლაპარაკი, თუმცა რეალურად ყოველ შეუძლიათ რომ თქვან რომ ამას არ დაგიფინანსებ, ამას არ დაგიფინანსებ, ამას არ დაგიფინანსებ. შეუძლიათ თუ კონტრაქტი უწერია. თუ კარგად არ ერკვევით, კონტრაქტშიც რო წერია, მაშინაც ძალიან ხშირად არის ამის პრაქტიკა. ამიტომ ამაზე მუდმივად შეუძლიათ დავად და თუ მოქალაქე ხმა მაინც სიღრმეში არ ერკვევან ვინმეს არ დაიქირავს, შეუძლია რომ რეალურად სულ პრობლემებში იყოს ამ ნაწილში. აი აქ ეს ხო არ არის მიზეზი. აი ბოლოდან დავიწყებ. საკმაოდ იშვიათია და გაიშვიათ და ეგეთი შემთხვევები, როდესაც ეკუთვნის და სადაზღვევო კომპანია არ აძლევს, თქვენცით რომ რეგულატორმა დიდი ნაბიჯები გადა, თვითონ რეგულატორს აქვს სპეციალურად მომხმარებელთა დაცვის სპეციალური სამსახური შექმნილი თავის სტრუქტურაში და რომელიც ძალიან ეფექტურია და ასე ვთქვათ მუშაობს და სწორედ ის არის სანამ ადვოკატთან გაიქცევა ადამიანი, მას უნდა მისწეროს და მიაკითხოს, ასევე არის მედიაციის სამსახური, ეს უკვე კერძო სტრუქტურა, რომელიც ასევე დიდ როლს თამაშობს, ამიტომ ესეთ кейსები შემცირებულია, მაგრამ ყველაზე კარგი სამედიცინო დაზღვევა არის ჯგუფური, ჩვენ სხვანაირად მას კორპორატიულს ვეძახით ხოლმე. მაგრამ კორპორაციებისა და ჯგუფების რაოდენობა საქართველოში არ არის ბევრი. ამიტომ უწევს ადამიანს კერძო დაზღვევის ყიდვა ინდივიდუალურ ჭრილში, რომელიც არის საკმაოდ სუსტი. ინდივიდუალური დაზღვევა არა მარტო საქართველოში, არამედ ამერიკაშიც კი ძალიან სუსტია და ობამა კი არის ერთ-ერთი ამოცანა. იყო ინდივიდუალურ დაზღვევებთან ბრძოლა, სადაც მოლოდინის პერიოდი და თქვენ სწორედ ბრძანეთ, რომ მაგალითად სიმსივნურ დაავადებებს პირველი 1 წლის განმავლობაში არ იხდის. ანუ აი ეს არის ბარიერი და სწორედ იმიტომ რომ რაღაცა ბაზა, იგივე სიმსივნური დაავადებები, რომელიც სახელმწიფოში პრაქტიკულად სუყენაჭერი დაფარულია, დარჩენილი იყო სახელმწიფოს მხარეს და აღარ შეზღუდულიყო, როცა ადამიანი მიდის არა მარტო სიმსივნური, არამედ სხვა დაავადებები და ეს ყოფილიყო ეგრეთ წოდებული ისეთი დაშენება, რომელიც მოკლევადაში არა, მაგრამ საშუალო და გრძელ ვადაში ორივეს ხერხს მიცემდა, იმიტომ რომ თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჯანმრთელობა არ წყდება 5 წუთში. ეს არის მიზანმიმართული სწორი მონაწილეობის შედეგი. ხო, სიცოცხლის ხანგრძლივობაც იზრდება ამის გამო. და ჩვენ თუ დავაკვირდებით სიცოცხლის ხანგრძლივობა საყოველთაო ჯანდაცვის შემოღების მერე მართლაც შეცვლილია, მაგრამ ამას მუდმივი რეფორმირება ჭირდება, ფეხის აწყობა ჭირდება. ჩვენ დავიწყეთ ჯანდაცვის სამინისტრომ ამასთან დაკავშირებით პირველი ძალიან კარგი შეხვედრა გააკეთა, მაგრამ იმის მერე თვეები გავიდა, იყო გარკვეული ასთა გაცვლა მეილებით, მაგრამ იმის მერე საქმე წინათ წასულა. ჩვენ სულ ვამბობთ, რომ ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება ჯანმრთელობის დაზღვევა სავალდებულო წესით, სადაც კონკრეტულად გაიფილტრებოდა, ვინ არის სახელმწიფოს მხარეს მისახედი, ვინ კერძო მხარეს და რა ოდენობებით. აი უკვე მე დაშენება აღარ იქნებოდა. სახელმწიფოს ექნებოდა თავისი მოსავლელი, იმის ზევით ვინმე თუ რამეს იყიდა, იმას დაშენება აღარ ექნებოდა და დამთავრდა. ანუ დასაქმებულთა სავალდებულო დაზღვევის შემოღება იქნებოდა ყველაზე ოპტიმალური. ისევ ამაზრზე ვრჩებით დაზღვევის კავშირი და მეწმუნეთ, რომ ეს იქნება ყველაზე ხარჯეფექტური, როგორც დასაქმებულთათვის, ასევე სახელმწიფოსთვის. იმიტომ რომ რეალურად დასაქმებულთა ნაწილს, რომელსაც კერძო დაზღვევა დაყიდი არ აქვს, დღეს სახელმწიფო თავის ჯიბიდან იხდის. თუმცა ხომ არ იყო ის, რომ კერძო დაზღვევას ამ აქტიურობით არ მიმართავს მოქალაქე, თუნდაც არა კორპორატიული ნაწილი, ის რომ მას მაინც აქვს რეალურად აქვს იმედი, რომ ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამით ის დასაქმების შემთხვევაშიც ისარგებლებს, ხო? ანუ ეს ხო არ არის მთავარი მიზეზი აი ამ პრობლემის რეალურად პრობლემის. იცით რა არის? მოდით ციფრებს შევხედოთ. დღეს 700.000-ზე მეტი კერძო დაზღვეული არის. თუმცა დასაქმებულთა რაოდენობა იგივე ვთქვათ, რომ 100.000 იყო, ხო, ბოლო პარამეტრი. ეს დასაქმებულთა სიაც მუდმივად ერთნაირი არ არის. ერთი და იგივე ადამიანები არ შრომობენ, ხო, რაღაცა ნაწილი გადის, შემოდის, ანუ ერთმანეთთან ახლო მივიდა დასაქმებულთა რაოდენობა და დაზღვეულთა რაოდენობა. თუმცა დაზღვეულთა რაოდენობაში ბევრი დაუსაქმებელიც არის, ხო, ოჯახის წევრები, ბავშვები და ასე შემდეგ. ამიტომ რესურსი კიდევ არის, მაგრამ იგივეს ვიტყვი, რომ ინდივიდუალური დაზღვევა მძიმეა, ბევრ გამონაკლისს მოიცავს, თუმცა რამდენიმე ათეულობით 1000 ინდივიდუალური დაზღვეული მაინც არის მედიცინა ჯანმრთელობაში, რომლებიც ელოდებიან, რომ გაუვა ის მოსაცდელი პერიოდები და სრულფასოვან დაზღვევაში შევა. თუმცა კორპორატიულის მაგვარი მაინც ვარ. რამდენად ბევრი ასეთი ადამიანი, რომ დავუშვათ მე ბოლო რიცხვები არ მახსოვს, მაგრამ სადღაც 30.000-მდე. ამას რატო ვკითხულობ, იცით, რომ ერთწლიანი მოცდა იმდენად დიდია, მძიმეა, რომ რეალურად პრაქტიკულად მოცდაც არ ჯერ ჩვენთან კიდევ სადაზღვევო კულტურა ვერ ჩამოყალიბდა
ჩაყალიბდა იმგვარად, რომ სანამ არ გჭირდება მანამდე დაესვე და მედიცინაში უკვე არსებული დაავადებების დაზღვევა შეუძლებელი. აი მე ზუსტად რო ვახსენე მინუსი კერძო დაზღვევის. ეს არის რომ არსებული დაავადებები არ ეზღვევა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დიდი ჯგუფი მიდის დასაზღვევად, სადაც ჯამთელების ხარჯზე იხდება დაავადებული ხარჯი. სახელმწიფოს ეგ მომენტი არ აქვს. სახელმწიფომ თქვა რომ საყოველთაოში ვისაც რა ჭირს დღესვე ხვალვე რომ ჭირდებოდეს ის ჩემია. ამიტომ სავალდებულო დაზღვევასაც სწორედ ეს ბარიერი მოლოდინის პერიოდები არ ექნება, კონტრიბუცია მაღალი იქნება როგორც კერძო შენაკადებში, ასევე სახელმწიფოსაც ეწოდინება ის ველი სადაც უნდა იმოქმედოს და კიდე ერთ სიტყვი. DRG განფასება და ის განფასება რომელიც თქვენ ბრძანეთ ძვირდება საკმაოდ დიდია განსხვავება. გეგონება დაჟჯილია სადაზღვევო ინდუსტრია და სხვა მოსახლეობა რომელიც ჯიბიდან იხდის, იმდენად დიდი არის ხოლმე და ასიმეტრიული განსხვავება. აი ამ ნაწილში არ ძვირდება, მაგრამ ვერ გაძვირდება, იმიტომ რომ საკონტრაქტო ღირებულება დიახ. დადგენილია ნიხრი. სწორედ იმიტომ რომ DRG-ში ძალიან მოზომილი და ეკონომიური ფასებია, ხანდახან კლინიკების სხვებისთვის ფასებს უბატონებს. სულ რაღაც 2 წუთი დაგვრჩა და ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა რომ ამ თემასაც შევეხოთ, მოკლედ უკვე წლებია ავტომობილთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევაზე საუბრობთ თქვენ და შესაბამისად საუბრობთ მედიაც. რა ეტაპზეა ეხლა თუ გაქვთ ინფორმაცია და რამე კონკრეტული ძვრა ამ მიმართულებით თუ ასე? ძალიან დიდი მუშაობა ჩატარდა წლების განმავლობაში, როგორც კერძო სადაზღვევო კომპანიებმა, ესევე რეგულატორმა, ესევე სხვადასხვა სამინისტრომ, განსაკუთრებით ჩინაგან საქმეთა სამინისტრომ ამაზე იმუშავა. პარლამენტამდე მივიდა, მაგრამ იმის მერე ასე ვთქვათ, შეჩერდა ეს მომენტი და მე რამესაც ვიტყვი, რომ აი 6 თვის შედეგები რომ გამოქვეყნდა წინა კვარტალში ვთქვით და ეხლა გავიმეორებ, უფრო ასე ვთქვათ, გამოჩნდა, რომ 19 კომპანიიდან მხოლოდ 7 კომპანიას აქვს ზრდა. დანარჩენი ან იქვია, ან კლება აქვს. ასე არასოდეს არ ყოფილა ხოლმე, ყველა მეტნაკლებად ყოველ შემთხვევაში დიდი ნაწილი იზრდებოდა ხოლმე. ანუ ხომ არ მივიდა იმ ჭერამდე, ბუნებრივ ჭერამდე, რომ რაღაცა ასე ვთქვათ, აი ესეთი ხარდაჭერების გარეშე კომპანიების რაოდენობით ამას ნუ განსაზღვრა, სანამდე მოთხოვნა იმდენი იქნება, რამდენიც საჭიროა, მაგრამ აქამდეც ერთი დაემატა შარშან 18 იყო და ყველა იზრდებოდა. ამიტომ აი სწორედ ბრძანეთ თქვენ რომ სავალდებულო დაზღვევები, რომელიც ბუნებრივი შემადგენელი არის სადაზღვევო ინდუსტრიის და ჩვენთან აგვაქვს უბრალოდ ასეთი მოლოდინი და ძალიან ასე ვთქვათ, გულის დიდი იმით ელოდება სადაზღვევო ინდუსტრია ამ ამბავს, მაგრამ აი დღევანდელი პარლამენტი როგორ და რას გააკეთებს, ეს მასეა დამოკიდებული. ძალიან დიდი მადლობა. მე მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანი თემებზე საუბრობ და მე და თქვენ კიდევ მოგვიწევს ამ ნაწილში საუბარი და ველოდებით რომ რაიმე ტიპის კონკრეტული გადაწყვეტილებები იყოს ან ერთ დაზღვევის ნაწილში, ან მუშავრობის ნაწილზე და ან დავუშვათ ამ მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის ნაწილზე. ლაშა ნიკოლაძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.